ეკლესია ბრძნული სიტყვაა და ნიშნავს სახალხო კრებას. სხვა არაფერი. არავითარი მისტიკა. სახალხო კრება. ეკლესიასტე სახალხო კრების წინამძღოლი. რიტორი, ვისაც მიყავს სახალხო კრება. ეხლა ნახეთ რა მოხდა ადამიანის ცნობიერებაში, ტრანსფორმაცია, რამაც განაპირობა მთელი რიგი უბედურებები. ამისთვის უნდა გავიხსენოთ ერთი ისტორია. ეს მოხდა მე-16 საუკუნეში ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში ცენტრალურ მოედანზე. გამოჩნდა უცნობი კაცი, უცხო, რომელმაც წყალი ღვინოთ გადააქცია. დაინახა სახლიდან გამომავალი სამგლოვიარე ცერემონია. პატარა გოგონა მკვდარი, გულმოკლული მშობლე შეეცოდა და მკვდარი გააცოცხლა. ხალხი გაუგნებული, აღფრთოვანებული, ხოტბას ასხამს, აღმერთებს, ჟივილხივილია მოედანზე და ამ დროს გამოჩნდა მთავარი მღვდელმსახური. ესე იბერტყავს ანაფორიდან ფერმს. ეხლა ხანს დაწვა რამდენიმე ათეული იერეტიკოსი, რომელიც მისი აზრით არასწორად ლოცულობდა და არასწორად ფიქრობდა. და ეს მღვდელმთავარი მიხვდა მხოლოდ ვინ იყო ეს უცნობი კაცი, რომელმაც წყალი ღვინოთ გადააქცია და მკვდარი გააცოცხლა და რა თქმა უნდა, მაშინვე ბრძანა შეეპყროთ და დილეგში მოათავსებდა. საღამოს შედის საკანში და მიმართავს მას. რა გინდა? რატომ მოხვედი? შენ რა გონია წყალი რომ ღვინოთ გადააქციე, სასწაული ჩაიდინე? არა. სასწაული იცი რა არის? აი ეს ადამიანები დღეს ხოტბას რომ გასხამდნენ და შენ მზეს ფიცულობდნენ, ხვალ ჩემი ერთი მინიშნებით ისე დაგწვავენ ცეცხლზე, წარფსაც კი არ შეიხიან. შენ გონია სასწაული ჩაიდინე, მკვდარი რომ გააცოცხლე? არა. სასწაული იცი რა არის? აი ეს უბადრუკი, გლახა, ხალხი, მშიერმწყურვალი თავისი სისხლითა და ოფლით მოსავალს რომ მოიყვანს, მე იმ ხორბალს რომ დაფქვავს და იმ ფქვილს ჩვენთვის ვაჩუქებინებთ და იმ ფქვილით სებისკვერს რომ მოვზებთ და გამოვაცხობთ და მათვე მივყიდით და მადლიერების ნიშნად ქეთსაც მოვახრევინებთ. სასწაული ეს არის. შენ უდაბნოში იმ ჭკვიანმა სულმა რომ გითხრა, აჰა, ქვა, გადააქციე პურად, ხომ გშია და მირთვიო. შენ სასწაული არ მოახდინე და ქვა პურად არ გადააქციე. არა და რამდენი პური იყო იქნებოდა შენ რომ ეს ქვები პურად გადაგექცია, რამდენ შიერს დააპურებდი, მაგრამ შენ სასწაული არ გამოიხმე. შენ იმ ჭკვიანმა სულმა რომ გითხრა, გაშალე ხელები, გაფრინდი, მამა ხომ ღმერთი გყავს და ხომ არ დაგანარცხებს მიწასო, შენ საიდუმლოება არ გამოიხმე, მამა არ გამოსწადე. იმ ჭკვიანმა სულმა რომ გითხრა, აი ეს ქვეყნიერება, ეს სამეფოები, ყველაფერი შენი იქნება, უპირობო მეფე იქნები. შენ ამ ქვეყნიური სამეფო იუარე და შენ ამ ქვეყნიური რა გეკადრებოდა, შენ ხომ მამის სასუფეველი გსურდა. შენ ხომ ძლიერებისთვის მოხვედი? სუსტები? სუსტები ჩვენ დაგვიტოვე. შენ რომ თავისუფლება აჩუქე, შენი სიცოცხლის ფასად ამათმა არც კი იციან ეს თავისუფლება რა არის და მით უმეტეს რა უყო ამ თავისუფლებას და მათ მუხლ მოდრეკით უგთხოვეს ჩვენ, რომ ეს შენი ნაჩუქარი სიცოცხლის ფასად თავისუფლება ჩვენ აგვეღო, ჩვენ მიგვეღო. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრა. შენ იუარე სასწაული, ძალაუფლება და საიდუმლოება და სწორედ სასწაულზე, ძალაუფლებაზე და საიდუმლოებაზე დავაფუძნეთ ჩვენ შენი ეკლესია და ავაშენეთ ტაძრები. გავშალეთ დახლები და ვყიდით ამბავს შენს შესახებ, შენ რომ ტაძარში დახლები ააყირა. ეხლა მოხვედი და გინდა ეს აწყობილი ქვეყანა, ეს აწყობილი საქმე თავზე დაგვამხო და არიო და დარიო ყველაფერი. შენ ხომ იცი რომ ხვალ ჩემი ერთი მინიშნებით ისე დაგწავენ ცეცხლზე რომ ისინი შენი ნაჩუქარი თავისუფლებით წარფსაც კი არ შეხვიენ. რატომ არაფერს ამბობ? რატომ არაფერს პასუხობ? წინასწარმეტყველებაში წერია, როდესაც შენ მეორედ მოხვალ,
არაფერს სიტყვი და არაფერს დასცენ. პირდაპირ განეკითხაო. ხო და განმეკითხე ახლა მეო. აბა მითხარი, რას ვამბობო არასწორს. უცნობი მიუახლოვდა დიდ ინკვიზიტორს და შუბლზე აკოცა და გავიდა საკითხი. გაოგნებული, შეძრწუნებული, თვალებში ცრემლებ ჩამდგარი და ცეცხლ წაკიდებული კოცნით შუბლზე, ცეცხლად ეწვის ნაკოცნი დიდ ინკვიზიტორს. ადევნებს სიტყვებს. წადი და არასოდეს არ მოხვით. არასოდეს არ მოხვით. ვინ ამბობს ამას? აი რა იყო ეს? ჩვენი უფროსი ერთმორწმუნე ძმა კარამაზოვი ივანე. ფიოდორ დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები, ლეგენდა დიდი ინკვიზიტორს. მადლობა. ერთი მსახიობის თეატრში მარტო მე მგონია თუ იმის მეათასედი რომ გაეგო რუსეთს, რაც თქვა დოსტოევსკიმ, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია არ მოხდებოდა. ეს არის ის, რაც რელიგიებს დაემართა. მესმის. რომ ის ერთადერთი ქრისტიანი, რომელიც ჯვარზე მოკვდა, არავითარ კავშირში არ არის იმასთან, რაც მისი სახელით დაატრიალა კაცობრიობა. და როდესაც ნიცშე ამბობს, რა უცნაურია? ნუ თუ ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი მკვდარია, ამას ნიშნავს, რომ რელიგიებმა, ანუ განაქრისტიანობამ, ისლამმა და არა, ადამიანის კრიზისულმა ცნობიერებამ ღმერთი მოკლა. და თუ კი ოდესმე იყო ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში თუ აშრამში ღმერთი, ის დიდი ხანია იქიდან გააძევესო. ცნობიერება, სადაც არის კრიზისი, კრიზისულ ფიქრებს ბადებს. კრიზისული ცნობიერება კრიზისულ გადაწყვეტილებებს ბადებს. ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ არა გვაქვს რელიგიური საეკლესიო კრიზისი. მენტალური. ჩვენ არა გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ გვაქვს ცნობიერების კრიზისი, რომელიც ვლინდება პოლიტიკაში ესე, ეკლესიაში ესე, ეკონომიკაში ესე, ქუჩაში ბიჭებს შორის დაპირისპირებაში ესე, ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ესე.